აზროვნება როგორც ლოგიკოსებს ესმით, ეგრე არ არსებობს ბუნებაში. ნუ ეგ 100-დან 99 გარანტირებულია. $5 $5. როგორ უნდა გაიგო, სად მთავრდება შენი გენეტიკური მონაცემები და იწყება შენი არჩევანი თუ როგორი გინდა იყო. უცნაური კითხვაა. როგორ უნდა მიხვდე, რომ ტყუილად ებრძვი შენს გენეტიკას ან პირიქით. ტყუდები, რომ რაღაც გენეტიკური მახასიათებელია და ეგუები მას როგორც მოცემულობას. ერთი წამით იმას ისე ვიზამ, რომ შენი კითხვა მუდმივად წვდომაში მქონდეს ერთი წამით. ჯერ ერთი როგორ უნდა გაიგო, სად მთავრდება შენი გენეტიკური მონაცემები და სად იწყება შენი არჩევანი თუ როგორი გინდა იყო. ჯერ ერთი ეგ ძალიან რთული გასარკვევი არის, მით უმეტეს ჩვენ თუ ვისაუბრეთ ცოტა ისეთ რამეებზე, იქ ინტელექტუალური პოტენციალი, რეალიზება ფინანსური, რეალიზება აკადემიური, რეალიზება თავისუფლების მხრივ და ცხოვრების სტილის მხრივ, ეგ ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ეგ არ არის რა სიმელოტესავით. იმიტომ რომ სიმელოტე მარტივია რა, ანუ იზომება მარტივად რამდენად გენეტიკურია, ვისგან არის გენეტიკა, ყველაფერი ცხადი და ცნობილი არის და მან პრინციპში შეხედავ და ხვდები, მელოტდები, ესე და ესე იყო შესაბამის წინაპართან, მორჩა უნდა მიიღო, იმიტომ რომ ეგ აი გენეტიკური ლიმიტი არის. მაგრამ აი პიროვნულ ისეთ რამეებს რაც ეხება, მან ძალიან რთული არის ეგ რომ დაადგინო, ამიტომ სტატისტიკა ავიღოთ რა. სტატისტიკა ავიღოთ. ინტელექტზე ის ვიცით რომ 80%-ით არის მემკვიდრეობითი. პოლიტიკური შეხედულებებიც მიდრეკილება იმისკენ, მიდრეკილება ამისკენ, რომ იმაზე მეტია ვიდრე არ ვიცი რა, რასაც იდეაში ეძახიან გარემო ფაქტორს. იმიტომ რომ აი დაყოფა არის ეგეთი რომ nature versus nurture, ანუ აღზრდა versus ბუნება, რაც ცრუ დაყოფა არის ჩემი აზრით. ჩემი აზრით ეგ ძალიან ცრუ დაყოფა არის, მაგრამ რელევანტურია დღემდე გინდა ონლაინ სივრცეებში, გინდა აკადემიაში, მაგრამ იდიოტობა არის. შემდეგ როგორ უნდა მიხვდე რომ ტყუილად ებრძვი შენს გენეტიკას ან პირიქით. ტყუდები რომ რაღაც გენეტიკური მახასიათებელია და ეგუები მას როგორც მოცემულობას. აი შეხედე რა, სიტყვაზე დედა ყავს შიზოფრენიკი. ან კონკრეტული ჰიპერაქტიულობა აქვს დედას და შენიშნე რომ შენც იგივე გაქვს. ნუ ეგ 100-დან 99 გარანტირებულია რომ ანუ ეგ გადმოვიდა რა მიტოქონდრიით შენზე. ვერ გაექცევი მაგას, უბრალოდ დედა შენზე უკეთესად უნდა დაამენეჯმენტო. იქ მამიდან რაც გადმოდის ესეთი ძალიან ცხადი და ნუ ახლა ამას სია უნდა მთელი რა. აი მშვენიერია თუ მიმართე ლიტერატურას. აი რაღაცა სხვა დამთხევა იპოვე რა, შენსა და მამას შენს შორის, შენსა და დედას შენს შორის, რაღაცა მძაფრი დამთხევა. დაგუგლე ეგ რამდენად გენეტიკური არის, მთელი ამბები და თუ ისე იყო ძალიან ნუ კაი, თუ აჩვენა და თუ ლიტერატურა გეუბნება რომ ეგ მემკვიდრეობითია ჩემო კარგო, მაშინ უნდა ისწავლო კოუპინგი, მასთან ერთად ცხოვრება, მთელი ამბები. აი უბრალოდ არ არის რა ეგ მარტივი საქმე. და მანდ მარტივია ასევე რომ მოტყუვდე. რომ აი ეს გენეტიკურია ვერაფერს ვერ ვიზამ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე თუ მკითხავ გენეტიკა იმარჯვებს. გენეტიკა იმარჯვებს და რაც უნდა რეალისტდეს, თუ არ დაინვალიდი და ასე შემდეგ. რეალისტება მაინც არ აქვს მნიშვნელობა რა გეგონება შენ გენეტიკაზე, მაინც გამოვა, როგორც არ უნდა იფიქრო, აი დეტერმინიზმივით არის რა. რომ აი დეტერმინირებული ხარ, ანუ დეტერმინირებულია რომ შენ არ ვიცი. ამა და ამ ასაკში დაქორწინდე და გეყოლოს შვილი. ვერაცდები მაგას. იძახე მაგასაკამდე რამდენიც გინდა რომ არ შვილი გინდა, ჰომოსექსუალი ხარ, ცოლსაც არ მოიყვან,
თუ დეტერმინირებულია, მაინც მოხდება ეგ. ამიტომ მაგ ფიქრებში ყოფნა კარგია, კი შეიძლება რომ მოტყუდე, მაგრამ მაგ მოტყუებასაც მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია ეგ არის რა, ხშირად ვამბობ მაგას, რომ ილია თოფურია სადაც არ უნდა ჩაგეგდო, საქართველოში, ესპანეთში, გერმანიაში, სომხეთში, ინდოეთში, კანადაში, ყველგან რეალისტებოდა. იმიტომ რომ მე ადამიანებს, იქიდან გამომდინარე რომ ნიჩშეანური მეტაფიზიკას ვემხრობი და მთელი ამბები, ადამიანებს ვუყურებ როგორც ძალას. და ეგ ძალა შეიძლება რომ ბევრნაირად რეალისტდეს და აი ეგ თუ გააქვს და დაჯილდოვებული ხარ აი ამ ძალით, ნიჩშეანური ძალაუფლების ნება და აი მაგ გაგებით, ხო? ეგ რეალისტება ყველგან ან ისე ან ასე. ამიტომ ხო რა, ეხლა ილია თოფურიას სიტყვაზე ავიღოთ ილია თოფურია, ხო? 20 წლის ასაკში დაინტერესდა გენეტიკით, მემკვიდრეობითობით, იმით, ამით, გადახედა იქ წინაპრებს, მშობლებს, რა თვისებები აქვთ, რა გადახრები თუნდაც ტვინის სტრუქტურაში ან ფიზიოლოგიური თუნდაც, რაც ყველას გვაქვს, არ არის ეს რამე დამაკნინებელი. და იფიქრა, რომ აი ახლა მე ვერაფერი ვერ გამომივა, მთელი ამბები და რაღაცა დემოტივირებული გახდა. მაგის გამო ვერ მიაღწევდა წარმატებას, არა, მაინც მიაღწევდა. აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება მემკვიდრეობითობაზე. მაინც მიაღწევდა. ეგ აზრი ან გაუვლიდა, ან არ შეუშლიდა ეგ აზრი არაფერში ხელს და მთელი ამბები. ამიტომ ის არ იფიქრო რა, რომ რადგანაც ფიქრი არის შენს თავში ნეგატიური, რომ ეგ გარანტირებულად განსაზღვრავს შენს მომავალს, ან რამე, იმიტომ რომ ეს სხვათა შორის ჩემი დამოკიდებულებაა ასევე ფიქრზე, რომ შენი ფიქრები არის უკონტროლო. შენ არ გაქვს არანაირი კონტროლი შენს ფიქრზე და როცა შენს ცნობიერებამდე მოდის რამე აზრი, რამე ფიქრი და ასე შემდეგ, ეგ უკვე არის დასრულებული სტადია. მე ეგეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ ფიქრი ახლა რასაც ხედავ, გრძნობ, ფიქრობ, ეგ არის უკვე ტერმინალური სტადია, გიგანტური პროცესიც, რომელზეც არანაირი კონტროლი არ გაქვს. ეგ არის სხეული, იქ პატარა მიკრო მთელი ისინი, რა ქვია, პროცესები, ასე შემდეგ და აი ეს ყველაფერი გაანალიზებული სიგნალი, ეგრე ვუწოდოთ, შენს ცნობიერებამდე როცა მოდის, ეგ უკვე არის ტერმინალური სტადია. ხვდები? აზროვნება, როგორც ლოგიკოსებს ესმით, ეგრე არ არსებობს ბუნებაში და პრინციპში აზროვნება არ არსებობს ისე როგორც ესმით რა ხალხს. აი ყველა ფიქრი და ასე შემდეგ არის უკვე დასრულებული, სხეულში დასრულებული პროცესი, სიგნალის ინტერპრეტაციის და შენ უბრალოდ ესე უყურებ რა ჩათვალე. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეგ არ არის რაღაცა ისეთი, რასაც აკონტროლებ. ეხლა ნახე, ფიქრობ ხო სიტყვაზე, რომ აი ახლა მე ხო ვფიქრობ, რომ აი ახლა ავდგე, გავაკეთო ის, გავაკეთო ეს და აი ამ ფიქრს ხო ვუყურებ. მართალია, შენ მაგ ფიქრს უყურებ, მაგრამ მაგ ყველაფერს განსაზღვრავს მანამდე პროცესები, რაც არის, სანამ შენს ცნობიერებამდე მოვა. ძალიან ისეთ ფილოსოფიაში წავედით ახლა და დროაც დაუბრუნდეთ უკან. მაგრამ აი ეს ყველაფერი იკვრება რა, ახლა შეიძლება იდეალურად არ შევკარი და ყველაფერი არ განუმარტე როგორც საჭიროა, მაგრამ იკვრება ეს ყველაფერი. და შესაბამისად, თუ განწირული ხარ ამისთვის, იფიქრებ ესე ყოველთვის და ასე შემდეგ, თუ განწირული ხარ იმისთვის, იფიქრებ ისე და გამოგივა ისე. მარტივად რომ თქვა, არ გაქვს რა არჩევანი არანაირი. გენეტიკა იყივლებს. ეხლა შეიძლება თქვა, რომ კი, მაგრამ მე ძალიან განსხვავებული ვარ, არც ჩემს დედას ვგავარ, არც მამას, არც ბებიას, არც ბაბუას, საერთოდ არაფრით. ხო, მაგრამ შენ რო რეალისტი და როგორც რეალისტი, მაგისთვის საჭირო იყო აგურები, მაგისთვის საჭირო იყო ცემენტი, მაგისთვის საჭირო იყო ინსტრუმენტები, მაგისთვის საჭირო იყო პრარაბი, ეგ ყველაფერი არის დნმ. ეგ ყველაფერი უნდა გქონოდა უკვე დნმ-ში და იმის მიუხედავად, რომ შენს მშობლებში ეგ არ ამოიკითხება, გარწმუნებ, ბებია ჩემისგან არ გაქვს რა ეგ დნმ. ანუ ეგ გაქვს ისევ შენი მშობლებისგან. ყველა ვარიანტში იმათში ამოიკითხება, ეგ არ ამოიკითხება, შენზე ჭკვიანები არიან, შენზე სულელები არიან, შენზე რეალიზებულები, შენზე არა, შენზე უკეთესი მათემატიკოსები არა.
ხო ხდები?